მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წარუძღვები მე ნიკოლოზ ჯავანაძე. დღეს ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემა გვექნება იმ დაძაბულობის, იმ ნებათაღელვის შემდგომ, რომელიც ეს დღეებია ჩვენი საზოგადოება ხედავს ლარწმან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ ცოტა განიტვირთოთ, იმიტომ რომ თემა გვაქვს ისეთი, რომელიც უფრო შესაძლოა აღმატებულ და მაღალ გზნობებზე დაგვაყენებს. საუბარი გვექნება დღევანდელ გადაცემაში ფერეიდანელ ქართველებზე, რომლებიც არიან ჩამოსულები თბილისში და ეს არის უკვე მეორე ნაკადი ფერეიდანელი ქართველებისა, რომლებიც გარკვეული პროექტის სახით არიან და რა პროექტი არის, ამას თქვენ იხილავთ გადაცემაში და საქმე ეხება იმას, რომ ინტეგრაცია მოხდეს ჩვენ ძმებთან, ჩვენ სიზდახორცთან, რათა ეს ადამიანები შემდგომში უკვე საბოლოოდ ჩამოვიდნენ საქართველოში და დაასახდნენ აქ, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ ფერეიდანელი ქართველების ისტორია და ფერეიდანში ქართველების გადახვეწის ამბავი, ახლა ამაზე საუბარის მე ვფიქრობ უადგილოც იქნება და ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ აქ იმაზეა როგორმე მოხდეს ამ ადამიანების დაბრუნება. საქართველოს გაეროს მონაცემებით მომაკვდავი ერია უკვე, იმიტომ რომ 2050 წლისთვის საქართველოშივე ჩვენ შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეთ ისე მიდის პროცესები. ამიტომ პატრიარქის არაერთი მოწოდება, რომ დაბრუნდნენ ქართველები საქართველოში და განსაკუთრებით ფერეიდანელები, რომლებიც მათ შეინარჩუნეს თავიანთი იდენტობა და მათ კარგად იციან ქართული ენა, ის ადაწესები, ეს მართლაც იქნება ძალიან კარგი თუ ისინი დაბრუნდებიან. დღეს ჩვენ სასაუბროთ ამ საკითხზე მოვიწვიეთ საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელი ბატონი ზვიად ტომარაძე და ფერეიდანელი ქართველი, ერთ-ერთი, რომელიც აი ამ პროექტის სახით, რომელიც ითვალისწინებს მათ ინტეგრაციას ქვეყანაში და მოქალაქეობის მინიჭებას პირველ რიგში, ეს არის ერეკლე ონიკაშვილი, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და დღეს იმართო რო გითხრათ, ჩვენ გვინდოდა ბევრი მოგვეყვანა, მაგრამ ჩვენი სტუდია არ იძლევა იმ საშუალებას, რომ ის 12 პიროვნება, რომელიც აი ამ პროექტის სახით ჩამოსული არის დღეს ფერეიდანიდან, აქ მოსულიყვნენ. პირველ რიგში მე მინდა ბატონ ზვიადთან დავიწყო საუბარი. ბატონო ზვიად, ეს არის მეორე ნაკადი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და უშუალოდ ამ პროექტის შესახებ მოკლედ რომ გითხრათ, რას ითვალისწინებს და საბოლოო მიზანი რა არის და როგორ აი ამ პროექტის განხორციელების შესახებაც იქნებ გითხრათ. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მე როდესაც შარშან მაისში გახდით ფერეიდანში და იქაურ ქართველებს ჩაუტანე სახელმძღვანელოები და წიგნები, აი მათგან წამოვიდან ფერეიდანელი ქართველებისგან თხოვნა რომ და სურვილი რომ დავხმარებოდი ქართული ენის შესწავლის საქმეში. როდესაც ჩამოვედი, დავწერე პროექტი და ეს პროექტი დააფინანსა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა. ამ პროექტის ფარგლებში 2 თვის მანძილზე 12 ფერეიდანელს შევასწავლეთ, ეს ივნისის თვეში ხდებოდა ამ წლის. შევასწავლეთ ქართული ენა, ხალხური სიმღერები, მათივე თხოვნით ფანდურით შევასწავლეთ და დავყავდა ექსკურსიების მეშვეობით ვაცნობდით ჩვენ კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს. შემდეგ აი ამ წინა პროექტის ფარგლებში, პირველი პროექტის ფარგლებში ჩვენ შევახვედრეთ ფერეიდნელები საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, მაშინ თხოვე ფერეიდნელებისთვის მოქალაქეობის მინიჭება და დაგვპირდა და სიტყვას ასრულებს და ისე მოეწონა ეს პროექტი, რომ თვითონ დამიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ პრეზიდენტი ძალიან მოიხიბლა აი ამ პროექტითო და სურვილი აქვსო, რომ დააფინანსოსო შემდგომი პროექტიო და აი მეორე პროექტი დავიწყეთ ახლა 5 ნოემბერს ჩამობზანდა მეორე ჯგუფი 12 ფერეიდნელი, რომლებიც ასევე შეისწავლის ქართულ ენას, ხალხურ სიმღერებს, ფანდურს და მათი თხოვნით ცეკვაც დავამატეთ. ნუ ახლა ერთი თვის მანძილზე ძალიან რთულია ქართული ცეკვის შესწავლა, თუმცა რაღაც გარკვეულ ელემენტებს ისინი და აი ხვალ აი ამ ჩვენ ასე ვყავდა ექსკურსიებზე და ხვალ გვაქვს დასკვნითი ღონისძიება შაბათს ვარდების ბაღში 5 საათზე, ეს ყოფილი გორკის კლუბი და ვისაც სურვილი ექნება შეუძლია და მობრძანდეს და დაესწროს აი ამ მშვენიერ საღამოს. სამოფასოა ასე. ესეც გავითვალისწინებთ.
მოქალაქეობის მიღების საკითხი როგორ ადგას, რაღაც პრობლემები ხო არ არის? ეხლა მე ვიცი რომ პირველმა ნაკადმა მიიღო მოქალაქე. ჯერ არ მიუღია, თუმცა კარგად მიდის რაღაც პროცედურებია გასავლელი 80 დღე ჭირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამაში ჩართულია და გვეხმარება და მოგწვა იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი ხა მეორე ნაკადსაც ზუსტად იგივე პროცედურის გავლა უწევს, თუმცა აი ხა გზაში რომ მოვდიოდით თქვენგან და ჩემს სტუმარს პროექტში მონაწილე ბატონ ერეკლეს დაუკავშირდნენ ლაგოდეხიდან და სთხოვეს ჩასვლა გასაუბრებაზე და საქმე ის არის რომ ეხლა დღეს აი დახვალინდელი დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეპეტიციები და ასე შემდეგ არის დაგეგმილი და მე ვთხოვე რომ რამენერად იქნებ ხელი შეეწყოთ და დავუშვათ გადაგვეტანა თუმცა ძალიან ისეთი საუბარი იყო იქიდან ხრიდან მე არ დავასახელებ სახელდაგვარს და სამუშაო საემპირონების თუმცა აი ნახოთ ერთი როგორი ქართველები არიანო რა თუ არ ჩამოვა და ვერ მიიღებს ანუ მე თავ შევიკავებ ახლა დასახელებისგან არა ეს ვინ რა სტრუქტურიდან იყო წარმოქმნილი არ ვიცი ლაგოდეხის რომელიღაც ალბათ იუსტიციის სახლიდან იყო არ ვიცი ზუსტად აი ხა მე მინდა უთხრა იმ თანამშრომელს რა აი ნეტა არ მინდა რომ მართლა ამ ხალხს არ მისცეთ მოქალაქეობა რა აი ძალიან აი თქვენ აი ვინც არის ხა სახელდაგვარს მე ზვიადი მეტყვის ეს ვინც არის ეს პიროვნება ეს იქნება თქვენთვის ბოლო დღე თქვენ სამსახურში ესე იგი თქვენ არ აძლევთ ამ ადამიანებს მოქალაქეობა და საქართველოს გაავსეთ 1000 გვარი ესე იგი ბანანების ქვეყნიდან ჩამოსული ხალხით რომლებსაც ესე იგი რა მიზნები აქვს კაცმარიცით ქვეყანაში არის უცხო ქვეყნის აგენტურა რომლებიც მუშაობენ აგერ ეხლა მე მაგალითად ერთი ინფორმაცია მომივიდა ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანში არ აძლევენ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მოქალაქეობას ეს არის დადასტურებული ინფორმაცია და ეუბნებიან ასეთ რამეს თქვენ არ მოგცემთ მოქალაქეობას იმიტომ რომ თქვენ გჭირდებით იქ ჩვენო ეხლა მე რატო გჭირდებით და როგორ გჭირდებით ამას არ გავშლი ამ თემას მაგრამ ერთ რამეს პირდები მე პრეზიდენტის სიტყვების ჯერა და მე მართლაც ზვიადის ვერთები და მე დიდ მადლობას მოვახდინებ გიორგი მარგველაშვილს რომ ეს დააფინანსა ეს პროექტი და დარწმუნებულიც ვარ რომ ის თავის სიტყვა შეასრულებს და ამ ხალხს მოქალაქეობას მისცემს მაგრამ თუ თეატ წულუკიანის უწყება გაბედავს და ამ ადამიანებს მოქალაქეობას არ მისცემს ძაატყდება დიდი რისკი და პირველ რიგში თეატ წულუკიანს მოვთხოვ ჩვენ პასუხს იმის მაგივრად ამ ხალხს მოვეფერო ჩვენ რომ საუკუნეებია ქართულ იდენტობას ინარჩუნებენ ვიღაცა ვიგინდა რა კადრულობს იმას და ლაპარაკობს იმის შესახებ რომ თურმე როგორი ქართველები არიან ერთი ვანახებ მაგას ერთი მაინტერესებს თქვენ ვინ ხართ საერთოდ რა ხალხი ხართ ამისთანა თქვენ რა ქართველები ხართ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დღეს საქართველოში არის ყველაზე დიდი უბედურება ის რომ ცხოვრობს და მუშაობს ხალხი ქართული სახელი და გვარებით რომლებსაც საქართველოსთან და ქართველობასთან არაფერი კავშირი არ აქვს თუმცა რა გასაკვირია ხელისუფლებაში ყავს ასეთი ხალხი რომლებსაც ქართველობასთან არავითარი კავშირი არ აქვს ნეტა არ მინდა არ მისცეთ მოქალაქეობა რა აი ნეტა არ მინდა ვინმე გაბედოს და იმ სახელდაგვარს იმ პიროვნების მე ხა ამ ზვიადი თქვა არ ახსენა აქა და მე ისედაც გავიგებ და სხვანაირად გვექნება იმ ადამიანთა საუბარი რომ თურმე ადამიანებს პროექტის სახით პრეზიდენტის პროექტის სახით აქვს რაღაცა განრიგი დაწესებული სად როგორ უნდა იყვნენ იქ რაღაცა შესასწავლი კურსები და თურმე არ უნდა ამ ადამიანს რომ გაითვალისწინოს ეს გაგათვალისწინებინებ თქვენ ბევრ რამეს რა და საიდან მოხვდებით სად კიდეთ კარკაცმა არის ის ეხა ეს აიცით რა როგორც კი მითხრა მე ზვიადი ჩემ აქვს პოთება ვერ დავმალე ამ საკითხით იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანებს იმის მაგრად ხელის გუზე ვატაროთ და იმის მაგრად ყველა პირობა შევხვდათ რომ ქართველობა შეინარჩუნეს ვიღაცა ვიგინდა რა იუსტიციის სამინისტროდან საუბრობს რომ ვანახებთ ერთიო როგორი მოქალაქეები არიან და პრობლემებს შეუქმნითო იძახის ამას აბატონო ვარჩი მე მინდა თქვენ გითხრათ ეხლა მე თქვენთან ერთად ვიყავი კახეთში ამ დღეებში და მართლაც იყო ამაღელვებელი ის რომ აი თქვენ თვითონაც და ესეთი გზნობები გქონდათ როდესაც აი ამ კერას ნახულობდით იმიტომ რომ თქვენს კახეთიდან ახართ თქვენი წინაპრები უფრო სწორედ აი თქვენ აი ამ ვიზიტის შესახებ და საერთოდ რა მიზნები გაქვთ ანუ რა გეგმები გაქვთ იმიტომ რომ ჩვენი დიდი სურვილი კი არის რომ ჩამოხვიდეთ და აქ იცხოვროთ და მოქალაქეობაც მიიღოთ და აქ დაფუძნდეთ იმიტომ რომ ნათქვამია საქართველოს შენვი მოგცა შვილი დასაკარგავიო და თქვენაერი ქართველები მართლა დასაკარგი ჩვენ არ აყავს აი რას გეგმავთ და აპირებთ თუ არა საქართველოს ჩამოხვიდეთ იქ ფერეიდან ქართველებზეც რომ გითხრათ ორიოდე სიტყვი მოგესალმებით პირველ რიგში ჩვენ გვეგმავთ ყველაფერს რომ ვინც ახლა ფერედან ქართველი და იქ ფერედანში ცხოვრობს ყველას დიდი ოცნება აქვს რომ ჩამოვიდეს საქართველოში და საქართველოში დარჩეს ფეხი მაიკიდოს და აქ იცხოვროს არა მარტო მე ის ჯგუფის წევრების ისინიც არა და ყველა ის ვინც რომ ფერედანში რისი დიდი ოცნება აქვს რომ აქ ჩამოვიდნენ საქართველოში და
აქ ცხოვრება გააგრძელონ და როგორც ახლა ზოგი ვერ ახერხებს და ზოგი წახერხებს პირობებს ვიცნობ რომ ჩამოსულიან აქ და აქ ცხოვრობენ. ისე ბევრი არის ჩამოსული? ხო არიან, მაგრამ ამ დონეზე არ არიან რო ახლა ფერედანში რა ხალხი არის და აქ. მაგრამ არიან ხალხი რომ ჩამოსულან და აქ ცხოვრობენ რამდენი წელია და ახლა უფრო ახალგაზრდები ახერხებენ ჩამოსვლას. აი დაფუძნებული როგორც ასეთი არის ხალხი ფერეიდანიდან რომლებიც აი დარჩნენ აქ და არიან ესეთებიც კი რა თქმა უნდა ყველას გითხრა 100% უნდა ჩამოსვლა აქ დაბრუნება და აქ დარჩეს აქ იცხოვროს. პირადად შენი გეგმები როგორია ერეკლე აი აპირებ და დარჩენას კი რა თქმა უნდა მე ვაპირებ აქ დავრჩე საერთოდ ვიცხოვრო რა თქმა უნდა საქართველოს ერთ ჩემი მშობლიური მიწა და ძალიან ვამაყობ რომ ქართველი ვარ და მინდა საქართველოში ცხოვრება გავაგრძელო. ახლა რამდენი წელი ვიყავ ირანში, უცხო ქვეყანაში და მაგრამ ახლა ჩამოსვლა ჩემი მიწაზე წყალზე. ის ჩემი ერეკლე ვიცი რომ იქ არის 50000 ქართველი ხო ფერეიდანში. აი ამ 50000-დან ეხა ზოგს გონია ხა ეს 50000 იმიტომ ვახსენე ფერეიდანი ქართველებზე როდესაც არის გადაცემები ზოგს გონია იქ რა მილიონებით არიან ქართველები მაგრამ ამ ხელა რაოდენობაც არ არის ამ 50000-დან აი პროცენტულად რო არ ვიყო აი ქართული ენა აი ეს ქართული ადაწესები რამდენ პროცენტს აქვს შენარჩუნებული აი ბევრს აქვს თუ რა ნაწილს არ აქვს თქვა ეს დავიწყებული აქვს და რა ნაწილს აქვს ეს შენარჩუნებული აი რო ვთქვა დაახლოებით 90% შენარჩუნულია ქართული ენა და ის ადაწესები ქართული და მაგრამ იმ 10%-ს რო შენარჩუნული არ აქვს ისინი ძალიან დიდი გული აქვს საქართველოსთან და მე ახლა კავშირი მაკიმებთან რომ ჩამოდიან საქართველოში რომ ქართული ენა არიციან მაგრამ სისხლით და ხორცით არიან ქართველები და იმებთან კავშირი მაგ ისინი ჩამოვიდნენ ხოლმე დაველაპარაკე მანთა და მანთაც ძალიან უყვარს საქართველო ხლა. მე რამდენადაც ვიცი ხა პასპორტში თქვენ მე ხა ერეკლე ონიკაშვილად გავაცნე საზოგადოება და თქვენს ასე თქვით პასპორტში თქვენ სხვა სახელი და გვარი გიწერიათ ხო იქ ირანში არ შეიძლება ეს ქართულ სახელი და გვარი ატარო ხო? ხო როგორ მე საბუთებში ვარ პასპორტში ვარ არაშ რაიმი. მაგრამ არ შეიძლება ხლა გვარი ხა ამას იმიტომ გავუსვი ხაზი რომ ხა ხელისუფლების და განსაკუთრებით რაღაცა გარკვეული სამსახურები გვისმენენ ჩვენ და ეს კარგად გაიგეთ გუშინ ხა ინფორმაცია გავრცელდა მოხეში გაგიხსნიათ მეჩეთები. ეხსენით ეს მეჩეთები, წაახალისეთ ეს არაქართველები და ამ ხალხს პრობლემები უქმნით და ხალხი აგერ სახელდაგვარს არ ატარებს. ეხლა ვინმე თქვა შეიძლება ირანი არისო, მაგრამ აზერბაიჯანშიც იგივე სიტუაცია რო იცოდეთ საინგილოში და თურქეთზე საერთოდ საუბარი ზედმეტი არის. ეს ხაზგასმისთვის ისე რო იცოდეთ რა და მე მინდა ერთი კითხო ერეკლე. აი ხა თქვენ ხა ჩამოსვლა გინდათ, მაგრამ აი რამდენად ინტეგრაცია მოხდება, აი თქვენ შენ როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება ხა აი სამსახური რაღაცა აი მაინც როგორ იქნება ეს რომ დღეს რაღაცა მე მგონი შენ მუშაობ უკვე რაღაც დასაქმებული ხარ ხო რაღაც მოახერხე და სხვები აი ამ ბარიერის გამო რაღაცა თავს იკავებენ თუ როგორ იქნება ეს საკითხი რომ აი ბევრი მაგი ბარიერი აქვს ხო აი სამსახურის გამო და რაღაც ოჯახის შენის გამო ვერ მოდის ხო ის ვინც რა ახლა ჩამოდის აქა ხო როგორ არ უჭირს ახლა სამსახურის მოძებნა და სამსახური იშოვოს და მაგრამ ყველანი ასე ლაპარაკობენ რომ არ აქვს პრობლემა რამდენი ხანი აქვს სამსახურისთვის ვივლითო მოუძებნავთო და როდესაც რომ დარწმუნებული არიან რომ აუცილებლად სამსახურს იშოვენ იმიტომ რომ გულით და სულით ჩამოდიან აქა და გულს უნდა აქ ჩამოსვლა და აქ ცხოვრება და ამიტომ ყველა რაღაც აკეთებენ რაც რომ ხელით გამაიდის ხა აკეთებენ რომ აუცილებლად აქ დარჩენ და ფეხი მაიკიდონ ახლა სამსახური შოვან და რა პრობლემებიც არის ისე ძალიან კარგია ესეთი პოზიცია და ესეთი мотиваცია რო არის მე შეგახსენებთ რომ ძირფასო ტელე რადიო მსმენელებო რომ დღეს თქვენ უსმენთ გადაცემას რომ რადიო მსმენელების გვისმენენ ჩვენ მრავლად გადაცემა სამოქალაქო საზოგადოებას და ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის ხელმძღვანელი ზვია ტომარაძე და ფერეიდანი ქართველი ერეკლე ონიკაშვილი და მე მინდა მაყურებელს შევთავაზო სიუჟეტი რომელიც ეხება თქვენს ვიზიტს საქართველოში და იმ პროგრამას რომლის პროგრამითაც თქვენ სწავლობთ სხვადასხვა სახეობებს ეს არის ქართული ენის უფრო კარგად დახვეწა სიმღერა თუ სხვა სახეობები თხოვთ გავუშვათ პირველი ვიდეო ისინი საქართველოდან 1500 კილომეტრის დაშორებით დაიბადნენ. თუმცა ბავშვობიდანვე იცოდნენ სად არის სამშობლო. როგორც თვითონ ამბობენ, ფერეიდანში ნებისმიერ ქართველს ერთი დიდი ოცნება აქვს: საქართველოს მონახულება. თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოსულები
ქართული სიმღერების სწავლას და საკრავებზე დაკვრას განსაკუთრებული მონდომები ცდება. რა ვისწავლეთ სიმღერის გაკვეთილზე? სიმღერების სახელი ვთქვა? კი ბატონო, თქვი. ერთი სიმღერის სახელი არის ფესვები. ფესვები. მეორე სიმღერა რო ფანდურით არის მივაღმიყვები. მოდი ახლა გადამიშალეთ თქვენი რვეულები ძვირფასებო. ჩქარა, სად არის რვეული? დავთარ ქოჯას? ზუდ, ჩქარა. აჰა, ნახეთ რა კარგად წერენ, ნახეთ. თქვენ ძალიან კარგად წერთ. ქართული ანბანი და მართლწერა ამ ჯგუფში თითქმის ყველა მიცის, თუმცა პატარა შეცდომებს მაინც უშვებენ. ეს თუთის ხეა. ხეა, ახლა მომისმინე, დაწერე. გამომხედე. ეს, აბა რა შეცდომა დაუშვი გაასწორე. ეს კი სწორია. აქა თოთის ხე. თუთის ხე. ბინდარსა თბილისი. მომიყევი. ვახტანგ ბორცალმა ნადირობაზე დადიოდა და მოვიდა თბილისისკენ. შევარდნიდა ხოხობი, იმ წყალში არიან და ის წყალი ცხელია და ორივე ფრინველი რა იყო? მოხარშული იყო. მოხარშული იყო ცხელი. წყალი ამოდიოდა აქედან. ქურა მაგარი ადგილიო. აჰა. და მაგარი ადგილიო და იქ დავიწყე. რა მაგარი ადგილიაო და დავარსოთ ქალაქიო. ფერეიდნელმა ქართველებმა მრავალი ძველი სიტყვა და გამოთქმა შეინარჩუნეს, რომელიც თანამედროვე ქართულში აღარ მოიძებნება. ქართული ზოგს მშობლებმა ასწავლა, ზოგს მეგობრებმა. ფერეიდანში ქართული წიგნების ნაკლებობა, ამიტომ მშობლიურ ენაზე დაბეჭდილ წიგნებს ერთმანეთისგან თხოვლობენ. ქართული ენის ათვისებაში დღეს უკვე ინტერნეტიც ეხმარებათ. სოსოს ოთახია. ეს ია. ქართული ენა სახლში მასწავლეს მშობლებმა და მე ჩემთი თვითონ ის ასოები ქართულის სწავლა ჩემთი ვისწავლე სახლში, წიგნები მქონდა. დაახლოებით 8 წლისა ვიყავი, რომ დავიწყე ვისწავლო ქართული ენას ასოები და ნელ-ნელად ვისწავლე და მივიდა წინ, როდესაც ყველა ასოები ვისწავლე, იმის მერე ადვილი წიგნები ინტერნეტში ან მქონდა სახლში, მეგობრებს გამოვართი ქართული და წავიკითხე ისები, ნელ-ნელად ვსწავლობ ახლა უფრო მეტად ქართულს. ეს უკვე ფერეიდნელი ქართველების მეორე ჯგუფია, რომელიც მშობლიური ენის სრულყოფილად შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდა. აინტერესებთ ყველაფერი, რაც საქართველოს ისტორიას და კულტურას ეხება. მათ შორის იმ ადგილების მონახულება, რომელთა შესახებაც ბევრი წაუკითხავთ და გაუგიათ. გაუმარჯოს საქართველოს. მიხარიან და კაი გზნობა მაქვს, რომ ამ ხალხს უყურებ, ქართული ხმა მესმის და ის ჩემთი ძალიან დიდი სიამაყე, რომ ერთ ქართველი ვარ და ჩამოსვლი ვარ საქართველოში. 29 წლის არჩილ ონიკაშვილს სალაპარაკო ქართული თავდაპირველად ბაბუამ ასწავლა. შემდეგ მშობლების დახმარებით წერა-კითხვაც ისწავლა. ჩვენთან საუბრისას არჩილმა გაგვიმხილა ის, რაც ყველაზე მეტად სურს. 2-3 დღეა რომ მე საქართველოში ჩამოსულ ვარ, სადაც ჩემი ფესვები არიან, სადაც ჩემი ხალხი არიან და ძალიან მიხარიან, რომ 400 წელს შემდეგ ფერეიდნელი ქართველები აი წამოსულან თავინთი სამშობლოში, თავინთი საქართველოში და აუცილებლად ერთი დღე მოვა, რომ ყველანი აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში და დავრჩებით საქართველოში. შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ 2388-105-იან Skype-ით ობიექტივით ორი გამოთქვა თქვენი პოზიციან დასვათ კითხვა. ბატონო ზვიად, მე მინდა თქვენ კითხოთ. თქვენ იყავით ფერეიდანში და დაინახეთ იქ რა პრობლემები დგას, რა საჭირო ამ ადამიანებისთვის, რომ დახმარება გაუწიოთ, საუკუნეები ამ ადამიანებმა თავიანთი ესეთი შრომით, ჯაფით და იმ ენერგიით მოახერხეს ის, რომ ის ქართულობა შეენარჩუნებინა. აი რა შეიძლება საქართველოს გააკეთოს ის, რომ ჯერ ყველაზე კარგია რომ ესეთი ჩამოვიდნენ, მაგრამ ესე უცბად ყველა ვერ ჩამოვა, მაგრამ ის რომ ეს ამ ადამიანებმა აი ქართველებად იქნოთ თავი, აი ამისთვის რა პროგრამები, რა ღონისძიებებია სახელმწიფოსგან გადასადგმელი და უშუალოდ თქვენი შტაბ-ეჭდილებები, აი მოკლედ რო გითხრათ. კი ბატონო, ესე იგი დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც მე ფერეიდანში ჩავედი, იქ შევხვდი, იქ პატარა სკოლა არის, სკოლა რომელიც მხოლოდ ქართულზე კი არის სწავლება, აი ჩვენთან დაახლოებით ეს რაღაც
საკვირაო სკოლები რო არიან, რაღაც დაუშვათ სკოლასთან არსებული რაღაც კურსი, აი ესეთი დონის შესწავლა მიმდინარეობს, ინგლისურთან ერთად შეუძლიათ ქართულიც ისწავლონ. და იმ სკოლას ძალიან უჭირს წიგნები. ნუ ახლა მე რაღაც გარკვეული რაოდენობა კი ჩავიტანე, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნებოდა. და როდესაც მე დავბრუნდი, ასევე სხვადასხვა ქალაქებში შემოუკრიბე ეს ჩავიწერე თუ რა სახის ლიტერატურა ჭირდებოდა სახელმძღვანელოები და ოფიციალური წერილით მიმართე ქალბატონ თამარ სანიკიძეს. მაშინ ქალბატონი თამარი გახდათ განათლების მინისტრი. და მართლაც დამიკავშირდნენ ერთ-ერთი სიპის მეშვეობით, რომელიც ბეჭდავს ამ წიგნებს და მითხრეს, რომ 7000-მდე წიგნი მზად იყო დაბეჭდილი და სადღაც 2 კვირის მანძილზე უნდა გადმოეცათ. ნუ შემდეგ ეს დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც გახსოვთ ახალი საგნის დანერგვას ცდილობდა განათლების სამინისტრო სკოლებში, მე და საზოგადოება და ძალიან ცუდი მეთოდოლოგიით აპირებდნენ ამის გაკეთებას და მე მათ შორის მეც და ბატონ ლევან მასაძე და ძალიან ბევრი ადამიანი ამას დაუპირისპირდა. ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, სოსო მანჯავი, ნუ აღარ ჩამოვთვლი ბევრი ადამიანი. და როდესაც ესე იგი ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მე ეს წიგნები, ეს დაბეჭდილი წიგნები აღარ მომწეს. მითხრეს, რომ არა, აღარ გაძლევთ, აღარ აგვაქვს, ნუ რა ვიცი. აღარ მომწეს. ფაქტია, რომ არანაირი პრობლემა არ იყო და 2 კვირის შემდეგ პრობლემა გახდა აი ამ წიგნების. არა, ეს ხო ჩემი საქმე არ იყო, ეს ხო ქვეყნის საქმე და ფერედნელების საქმე. ნუ სახელმწიფოებრივი შეგნება ეთყობა ჩვენ ქვეყანაში ბევრს აქვს ნულის ქვემოთ. მინუსებშია გასული ამ კუთხით და ძალიან სამწუხაროა. რა შეიძლება გაკეთდეს? ძალიან კარგი იქნება თუ აი ამ პრობლემას მოვაგვარებთ. აი ხა ექსკურსიაზე თქვენც რო ბრძანდებოდით კახეთში, ერთმა ქალბატონმა აღნიშნა, რომ საინგილოს ქართველებსაც იგივე პრობლემა აქვს და განათლების სამინისტროს წლების წინ მიმართეს რამდენიმეჯერ და მათგანაც არანაირი პასუხიც კი არ აღირსეს. ის კი არა რომ დავუშვათ აი ხა არ ვერ გამოგიგზავნით ან გაისად მოგცემთ. პასუხიც არ აღირსეს. ეს მიდგომა არის ძალიან ცუდი. ეს რა თქმა უნდა იმ ჟინს და იმ სამშობლო სიყვარულს მათში ვერ ჩაკლავს, თუმცა ძალიან გულდაწყვეტის ამბავი არის. ვერგლე, მე რამე დაკითხო იცით, ეხლა თქვენ თვითონ იქ რამე პრობლემებს ხო არ ატყდებით ირანისგან, აი მე ხარ არაერთი სურათი და ფილმი მინახია, სადაც იქ თქვენ მაგალითად მანქანებზე გაქვთ ქართული წარწერები, მაღაზიებზე გაქვთ და იქაც ლაპარაკობთ ქართულად. აი რაღაცა ირანისგან ხელისუფლება, ეხლა მე მესმის ყველაფერს ესე გახსნილად თქვენ ვერ ილაპარაკებთ გასაგებ მიზეზთა გამო, მაგრამ რამე პრობლემა ხო არ არის, რომ აი რაღაცა ეს იქ პასპორტში რო არ გიწერიათ სახელი და გარი ქართული, აი იმავდროულად ამაზეც ხო არ არის პრობლემები, რომ ეს წარწერები რო ქართულად გაკეთება. ხო, იმ წარწერებზე იმის გაკეთებაზე არ არის პრობლემა ირანში. მაგალითად შეიძლება მანქანას უკან როგორც წარწერი ქართული ან მაღაზიების თავზე არ არის პრობლემა, ხელს არ შოუშლის. გასაგები. და ისე თქვენ იქ ქართულობა დასაქმებული არის, ძირითადად აი ყველანი ვინც არიან კომპაქტურად ხართ, ხო? ერთად არის, ხო? ან მუშაობენ თუ არის რაღაც უმუშევრობია მაინც ისე როგორ ახლა? ხო, არა, ირანში მუშაობა არის განსაკუთრებით ფერედანში ახლა როგორც ბიზნესი იქნება ერთად ვიქნებით, ან ახლა ირანელებთან დაკავშირებული ვიქნებით ბიზნესის დაწყობაზე, ბიზნესის საქმიანობაზე, ან ოფისშინაც ირანელები იქნებიან, ჩვენც ვართ და ალბათ ფერედანში ხშირად არიან ის ქართველები, რომ იქ მუშაობენ. ყველაზე უფრო რა მაინტერესებს იცი, აი თქვენ ახლა აი როგორ ახერხებთ აი ამ შენარჩუნებას, აი ქართველობის მიხედვით სკოლა არ არის, ბაღი არ არის, ანუ აი ამ ყველაფრის შენარჩუნება როგორ მოახერხეთ, აი ყველასთვის საინტერესოა მაინც ეს. ხო, ჩვენ ოჯახებში ქართულს ლაპარაკობენ ბავშვთან, მაგალითად მე ჩემთვის თვითონ ქართული მასწავლეს სახლში და იმის მერე მე ქართული წერა მინდოდა და ძალიან მინდოდა ვსწავლო და იმის ასოები ვისწავლე ქართული ასოები. აბა როგორ დაიწერება და ნელ-ნელა სიტყვები რომ ძველი სიტყვები იყო ჩვენთანა და ახლა საქართველოში არის ისები ვისწავლე თანამედროვე ქართული აქ ვისწავლე როგორც ინტერნეტი და ფილმების ნახვაზე და ან ჩამოვედი საქართველოში დაველაპარაკე ხალხს Facebook-ში კავშირი მქონდა ხალხთან ის თანამედროვე ქართული ნელ-ნელა ვისწავლე და ახლაც ალბათ ვსწავლობ რა თქმა უნდა და ჩვენთანაც ასე არის, ყველანი ასე აკეთებენ, რო სწავლობენ. აი მობილურით გვიკავშირდება მაყურებელი და გთხოვთ შემოუშვათ გისმეთ. გამარჯობა ბატონო ნიკა, მივესალმებით თქვენს სტუდიას. იცით რა ერთი შეკითხვა მაქვს. ქართველები რა თქმა უნდა ეხლა ყველა ქრისტიანი მართლმადიდებლები ვართ და ეხლა იქ მაცხოვრებელი ქართველები რომელ რელიგიას აღიარებენ? აი ეს მაინტერესებს. ლაპარაკო თემა არ არის უკაცრავად ამ თემას არ შევეხო. ანუ ეს ქალბატონო თემა მე გითხარით თქვენ რომ
არის რაღაც საკითხები გარკვეულ მიზეზთა გამო ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ადამიანებს, რომლებიც არიან ირანის რესპუბლიკიდან. და ეხლა თუ ვერ გაიგებთ ამას, ეხლა ყველაფერს ვერ გეტყვით ამ ეთერიდან, იმიტომ რომ არის რაღაც პრობლემები შეიძლება იყოს შემდგომში და ამიტომ ამაზე ვერ ვისაუბრებთ გახსნით. ბატონო ერეკლე, მე მინდა აი ეს ძალიან კარგია თქვენ რომ აი ერთმანეთში საუბრობ და აი იცით რა მაინტერესებს იქაური ქართველობა. აი ხშირად ხდება რომ აი მაგალითად ქართველობას კარგავენ იმით რომ შემდგომში სხვადასხვა ჯურის ადამიანებზე ქორწინდებიან და ეს რაღაც იდენტობა, ეს ტრადიციები, ეს საუბარიც იკარგება. ძირითადად რეგულარია ერთმანეთში ქორწინდებიან ეს ფერეიდანი ქართველები თუ ირანელებსაც მიყვებიან თუ აი როგორ ხდება ეს იქნება აი ამის შესახებაც რო გითხრათ. ხო იმის შესახებ ახლა მე ყველაფერს აგიხსნი ფერედანში ძალიან იშვიათად ქორწინდებიან ირანელებთან. ხშირად ჩვენ თვითონ ქართველებში ქორწილები და ოჯახში ვაკეთებთ. მაგრამ ის ირანელებთანაც მე ყველას რომ ნახავყე ვინც ახლა დაქორწილდების ყედა იქ ცოლს მაიყვანს ან ახლა ქმარს მაიყვანს ირანელსა ის ძალიან უყვარს ქართული კულტურა ნახოს აბა ნახავს ქართულ ხალხი რანაირია რა კაი ხალხია იქ ფერედანში და ისიც აუცილებლად ისწავლის ქართული ენასა რა თქმა უნდა ახლა მე ბევრი ადამიანს ვიცნობ იმ სკოლაში დადიან იქ რომ სკოლა არის ფერედანში იქ პირველი კლასებში დადიან ქართულისა რომ აუცილებლად ისწავლონ ქართული ენა. აი თქვენი პირველი მიზანი არის რომ მოქალაქეობა მიიღოთ. ამ პრობლემები ხო არ გექნება თქვენ რომ აი საქართველოს მოქალაქე იქნებით იქ რო ჩახვალთ რამე მაკუთხით პრობლემა არ იქნება ირანში. ირანის კანონი ასე არის ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება აიღოს. და ყველას შეუძლია ირანის მოქალაქეს ორმაგი მოქალაქე გახდეს. და რა მაინტერესებს აი თქვენ ახსენეთ რომ იქ ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ, ერთმანეთის ტრადიციები გვაქვს ესეთი, აი როგორც შენ მაგალითად ჩამოხვედი, ხო და ეხლა აქ მუშაობ რა დასაქმებული იმათაც ანუ ბევრს ეხლა მარტო ჩამოსვლა უნდა თუ მოქალაქეობის მიღებაც უნდა და სამუდამო დაბრუნება, აი პროცენტულად ასე ბევრი არის იქ მაცხოვრებლები? ხო, კი როგორ არა, ყველას უნდა ჩამოვიდეს და მოქალაქეობა მიიღოს აუცილებლად. ვინც ახლა პირველ ჯერზე ჩამოდის, იწყება მინის იუსტიციის სახლში და იწყება ახლა აიღოს თანამემამულობა და მერე ბინადრობა და აქ იცხოვროს და მერე მოქალაქე გახდეს. ისე ყოფილა შემთხვევა ვინმესთვის არ მიუციათ მოქალაქეობა. ეხლა მას დამიკავშირდა. რამდენს არ მისცეს? მე სხვათა შორის ეხლა ხანს დამიკავშირდა გუშინ ერთ-ერთი ქართველი რომელიც 5 წელი აქ ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და მითხრა რომ აი უკვე მე-13 მითხრეს უარიო და ოჯახთან ერთად ვარ ჩამოსულიო 5 წელია 5 წელია საქართველოში ცხოვრობ შვენიერი ქართულით საუბრობ და მე თავიდან ვერც გავარჩიე რომ რაღაცა კი როგორ არა მაქვს კოორდინატა მე ჩავერთო ჩვენ აგერ ის ვისაუბროთ კაცო ჩვენ ხო გრანტებზე გაყიდული არასამთავრობოები არა ვართ არა მე შევპირდი რომ LGBT-ს თემს ვიცავთ ესეთი ხალხი მე კიდე ერთხელ მეორე მე აი ამ ტელევიზიიდან თქვენს გთხოვთ რომ თუ ვინმე აი ფერეიდანელი ქართველებს პრობლემა ექნებათ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენ აი უფლებადამცვთა გაერთიანება ყველას დაგიცავთ უანგაროდ უფულოდ არავითარი თანხის ჩვენ არ გთხოვთ ჩვენ ვთვლით რომ თქვენ აი ამ ხალხის გვერდში ყველა ქართველია მოვალე დადგეს ზარი არის მაყურებლის გთხოვთ გისმენთ ეთერში შემოუშვათ ზარი მოგესალმებით ბატონო ნიკა მივესალმებით ჩვენს ძვირფას სტუმრებს და მე პირველ რიგში მოვიკითხავ ჩვენს ინგილო მეგობრებს საინგილოში ისინი გულით და სულით არიან ქართველები და უფრო კარგად ერკვევიან სხვათა შორის საქართველოს ისტორიაში ვიდრე ჩვენი ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელი მეტად ქართველობენ ქართულ კერძებს ამზადებდნენ და რა ვიცი ზოგიერთი მათგანი ეროვნულ ურთიერთობათა აკადემიის წევრიც კი იყო მე მახსოვს და მათი უპირველესი ბევრი მაყურებელი ყავს ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ იმიტომ რომ ძრო იწურება და გვინდა რომ კიდევ კითხვები დავსვათ სკაიპით გვიკავშირდება კიდევ ერთი მაყურებელი შემოუშვათ გისმენთ გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ მოგესალმებით თქვენ მივესალმებით ბატონ ზვიაც ბატონ ერეკლეს წულუკიანის უწყებასთან დაკავშირებით ყველაფერში გეთანხმებით დავამატებ ერთს კომუნისტების დროს მოხდა ფერეიდნების ჩამოსვლა საქართველოში და დღეს რა ღმერთი გვიწყება ისეთი რომ თუნდაც 50000-ზე ქართველი დაბრუნდეს საქართველოში რა უყო თუ არიციან ისავლიან ქართულს უამრავი ებრაელი ჩავიდა იერუსალიმში ყველამ არიცოდა ებრაული ენა მაგრამ ისავლეს და ერთი კიდევ ობიექტივზე ყველაზე პატრიოტული გადაცემა თქვენ მიგყავთ ღმერთი იყოს თქვენი შემწე ბატონო ნიკოლოზ დიდი მადლობა თქვენ ახან ახსენეთ ეგ კომუნისტების დროს ჩამოვიდაო ეხა ეს ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა რო თქვა მაგრამ სწორედ
კომუნისტების დროს ამ ადამიანების ჩამოყვანა მოხდა ვასილ მჟავანაძის დროს, როდესაც იყო ეს ცეკას პირველი მდივანი, სწორედ ვასილ მჟავანაძის ხელმძღვანელობის დროს კახეთში ჩამოსახლებული იქნა ფერეიდნელი ქართველები, სხვათა შორის ბევრი დარჩა, ბევრიც უკან წავიდა, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა გარკვეული შეიძლება შეუთავსებლობა იყო, მაგრამ ბევრი დარჩა საქართველოში და ეს იყო საკმაოდ კარგი ნაბიჯი. მაშინ სახლების გადასცენა, ისეთი სახლები, რომ აი გაწყობილი იყო ყველაფრით, სხვათა შორის აი ამის შესახებ ქალბატონი ნინა მჟავანაძე იხსენებს თავის წიგნში, ვასილ მჟავანაძის შვილი და მე მინდა რომ აი ფერეიდნელ ქართველებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიუჟეტი ვაჩვენო, რომელიც საკმაოდ ესეთი ამაღელვებელია და მე შემდგომში გადავალისებ სტუმრებთან კითხვით. გთხოვთ გავუშვათ მეორე ვიდეო. ჩვენ ერთი თვის მანძილზე ვასწავლეთ 12 ფერეიდნელს, რომელსაც შევასწავლეთ ქართულ ენას, ქართულ სიმღერებს. ფანდურზე დაკვრას ახლა სურვილი გამოთქვეს, რომ ქართული ცეკვაც შეისწავლონ და რაღაც გარკვეულ ელემენტებს შეძლებს დაგვარად შევასწავლოთ ამასაც. დაყვავს და ვანახებთ ექსკურსიების მეშვეობით ჩვენს ისტორიულ ძეგლებს. ძალიან მოხარულები არიან და დიდი მადლობა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, რომ აფინანსებს ესეთ მამულიშვილურ პროექტს. ჩამოსულ ვარ ჩემ სამშობლოში და არ ვიცი რაღა ვთქვას, ძალიან მიხარია. მაგრამ და ყოველგან საქართველოს მე ვარ შენთან. ფერეიდნელი ახალგაზრდა ქართველი ვარ. 4 საუკუნეა შევსდავადილი ვარ შენსად. დაბადებიდან შეგიყვარე. შენი სიყვარული გულში ვატარე. სევდა, ნოსტალგია შენი უზარმაზარი. ჩემი გულში ყოფილხარ და მარად იქნები ჩემი სულში. საქართველო, მომისმენ. მე ვარ შენი პატარა შვილი. დედავ ჩემო ჩამიხარ. საქართველო იცოდე შენი შვილია და ტანჯული. მინდა რომ შუბლი დავადო შენს გულის პირზე. მე გიამ ჩვენი თაობის 4 საუკუნის თავგადასავალი. საქართველო შენი იცოდე. სიცოცხლე არ მიყვა. არც ერთი დღე შენ გარეშე. საქართველოში ღმერთმა მარგუნა დარიმზიანი თუმცა მთავარი ჩვენთვის ის არის რომ ჩემი ერი არც ქრისტიანი ჩამოუქროლებ ჩემ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხტ მოვდრეკდა ღმერთ შემღაღადე მოჰმადლე ჩემზე ის რაც აქვია დაუბადებულმა საქართველოში ღმერთმა მარგუნა დარიმზიანი თუმცა მთავარი ჩემთვის ის არის რომ ჩემი ერი არც ქრისტიანი ერთგულება და ღვთის სიყვარული წმენა იმედი აღწევს სულში მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს თუ კი გვექნება ქართული სული მაშინ ბოროტი ვერას დაგვაკლებს თუ კი გვექნება ქართული სული ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხტს მოვიდრეკდა ღმერთს შევღაღადე მოჰმადლე ჩემს ის რაც აკლია ჩამოვუქროლებ ჩემ საქართველოს მივალ იქ სადაც სუფლის სახლია მუხტს მოვიდრეკდა ღმერთს შევღაღადე მოჰმადლე ჩემს ის რაც აკლია ძვირფას ტელემაყურებლობა, ხა ჩვენ ორი სიუჟეტი შემოგთავაზეთ, ერთ პირველი არხის იყო და ეს ჯეომედია ტივის კეთი მიქაძეს მინდა მადლობა უთხრა, მაგრამ სამწუხაროდ დიდი ყურადღება ქართულ მედიას არ დაუთმია აი ჩვენი სისხლი და ხორცის ჩვენი ფერეიდნელი ქართველების ვიზიტთან დაკავშირებით და იმ ძალიან კარგი პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ზვიადმა გააკეთა და ზვიად მე მინდა კითხო შენ თქვენ აი ხა დასკვნითი საღამო გაქვთ ხვალ და კიდევ გიგეგმება თუ არა ესეთი ვიზიტები, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ერთი რამე გვაქვს ცუდი რომ არ ვაფასებთ იმ ადამიანებს რომლებიც დასაფასებლები არიან მიდიან სხვა ქვეყნებში ქართველობას კარგავენ ეს ხალხი აგერ ხედავთ რა
ქვეყანაში როგორ პირობებში ახერხებენ მაინც აი ამ ქართველობის შენარჩუნებას და აგერ მოდიან და სურვილიც აქვს. მე როდესაც მაგალითად ვიყავი თქვენთან ერთად იქ კახეთში, ბევრი მეკითხებოდა იქ მამუკა ლაჩინაშვილმა, რომელიც აი საკმაოდ კარგად ბღერის, მითხრა რომ აიო მეო კი ჩამოვალო, მაგრამ აი ჩემი პროფესიითო ეს კაცი არის მუსიკის მასწავლებელი, თუ შეიძლება რომ აქ დავსაქმდეო და ну არ ვიცი ჩვენ ხელისუფლებამ ეხა დიასპორის სამინისტრო კი გააუქმეს, მაგრამ თუ სამინისტრო გააუქმეს, ისე მაინც დავეხმაროთ ამ ხალხს, რომ აი დაბრუნება მოხდეს, თან დიდი სურვილიც აქვს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ მომაკვდავი ერი და ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საქართველოში ქართველების გარდა ყველა უფრო კარგად ცნობს თავს და ეს ხალხი მაინც დავაფასოთ, ჩემო მეგობრებო და ამიტომ რაღაცა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, იმიტომ რომ ამ ხალხს აქვს დიდი სურვილი. ეხა ოქროს იმეებს არ ითხოვენ, კოშკებს აქ და რაღაცა მილიონებს არის უბრალოდ რაღაც ყოფილი პრობლემებზე და ელემენტარულ მოქალაქეობაზეც პრობლემებს ქმნიან, აგერ ზვიადმა სხვა და ინფორმაცია მოგვაწოდა. ზვიად სანამ დაგისვამდი კითხვას, ერთი მაყურებელი ყავს, მობილური გიკავშირდება, გისმენთ? გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით ქრისტიანებს. ვიღაცა ბანდიტი წულუკიანის თანამშრომელი საერთოდ როგორ დედავს ეგეთ რაღაცებს, რომ შევამოწმებ ვინა ქართველია როგორ და ეცას მე არის ბოლომდე მისაყვანი აუცილებლად ხალხი თქვენს გვერდია ბანდიტი ვიღაცა უზრდელი ну გაბრაზებული იყო აი თანამშრომელზე სავარაუდოდ რომელიც იყო ზვიად აი ხო და აი ვერ ამინდა აი მომავალში კიდევ რა იგეგმება რომ აი ჩვენ ეს ხალხი არ დავივიწყოთ იმიტომ რომ ამათმა საქართველოს არ დაივიწყეს და ჩვენ ვალდებულება გვაქვს რომ ეს ხალხი საქართველოში დავაბრუნოთ აი და აი რა გეგმები გაქვთ თქვენ კიდევ რა კი ბატონო მოგახსენებთ ბოლო შეხვედრისას ეხლა სულ 2 დღის წინ როდესაც შევხვდით პრეზიდენტს და პრეზიდენტი შეხვდა აი ამ პროექტში მონაწილეებს თქვა რომ ეს პროექტი არ უნდა გაჩერდეს აი ამ სიტყვებით ძალიან მოხიბლულია და სასიხარულოა როდესაც ქვეყნის პირველი პირი ესეთ მამულიშვილ პროექტს დიდ ყურადღებას აქცევს აფინანსებს და კიდევ საუბრობს იმაზე რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს სადღაც გაზაფხულისთვის ალბათ ჩვენ მესამე პროექტსაც და შემდეგ იმედი მაქვს რომ ეს არ გაჩერდება ეს საქმე მართლაც და ასევე პრეზიდენტმა თქვა რომ პირად კონტროლზე აქვს აყვანილი აი ამ წინა ჯგუფის მოქალაქეობის საკითხი და ძალიან მალე დეკემბრის დასაწყისში უკვე პირველი ჯგუფის მოქალაქეობის საკითხი დადებითად გადაწყდება და ბათაშორის აი პრეზიდენტთან იყო უშიცი შეხვედრა და სამწუხაროდ არც ერთმა მედია საშუალება არ გაუშვია არც ერთმა ეს სამარცხვინოა აი თქვენ რაღაც ისტორიები ახსენეთ კიდევ რაღაც კი შემიძლია მოვყვე ერთი ძალიან საინტერესო ისტორია ორი ერთი იყო ის როდესაც მე სანამ ფერეიდანში წავიდოდი იქაურ ქართველს ვესაუბრე სკაიპის მეშვეობით და მან ოჯახის შვილებმაც და მეუღლემაც ოჯახის წევრებმაც საუბრობდნენ ქართულად ну ძველ ქართულად მაგრამ საუბრობდნენ და მე დავინტერესდი რომ ესეთი რაღაც უთხარი რომ ხა ჩემი მეგობრები რომლებიც 15 წლის წინ წავიდნენ საზღვარგარეთ ევროპის ქვეყნებში მათი შვილები ისე კარგად ვეღარ ახერხებენ ქართულად საუბარს მეთქი და თქვენ როგორ მოახერხეთ მეთქი და აი როგორ მოახერხეთო და როდესაც შვილიო დაბრუნდებოდაო სკოლიდანო და რაღაცას სპარსულად კითხავდაო მშობელიო პასუხს არ მიცემდაო სანამ ქართულად არ შეეკითხებოდაო და აი ესე შევძელით და ესე შევინარჩუნეთო ну კიდევ რისი თქვა შეიძლება ერთი ისტორია იყო კიდე ძალიან ესეთი ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყავი იქ ერთ-ერთ ფერეიდანში და ერთ-ერთი შემოვიდა კომპიუტერული მაღაზია იყო და პიროვნება რომ რაღაც კითხა რაღაც შეძენა უნდა და გაისტუმრეს უარით უკან და მე როდესაც დავინტერესდი რომ რა უნდა და მეთქი ну ერთ-ერთი კომპიუტერული მაღაზია იყო საუბარი მით და არ ქონდათ მეთქი რატო არ მიყიდეთ მეთქი და არაო მაგკაცო ქართველები არ უყარსო და არ მიყვიდეთ ერეკლე რა მაინტერესებს თქვენ თუ აი ჩვენ ქართულ არხებს თუ უყურებთ აი აბის საშუალება მაინც თუ გაქვთ ირანში ეხა იქ რო აი უფრო კარგად შეინარჩუნოთ ქართული ენა აი გაქვთ ეს საშუალება საშუალება არ არის მარტო შეიძლება ირანულ არხებს ქართული აღწევდება ქართული არა ქართული და უცხოელი არ შეიძლება უცხოელი საერთოდ არ შეიძლება იმის უყურება გასაგებ და რა მაინტერესებს ეხლა თქვენ ძირითადად აი რატომღაც საქართველოში ზოგ წარმოდგენა აქვს ესეთი რომ იქ ეს ჩვენი ფერეიდანული ქართველები რაღაცა უფრო სოფლად არიან დასახლებული სოფლის მეურნეობას ეწევიან და მე რამდენადაც თქვენთან ურთიერთობისას როდესაც თქვენ გესაუბრებთ გავიგე რომ იქ უფრო ძირითადად ქალაქში ცხოვრობენ ხო ეს ფერეიდანი ფერეიდუნშაარი ქალაქია ფერეიდანი ერთი რაიონი რომ ფერეიდუნშაარი არის იმის ერთი ნაწილი დიდი ადგილი რომ ქართველები იქ ცხოვრობენ
ხო და იქ ქალაქია უფრო და ჩვენ ძალიან მარტყოფს ეძახით ხო თქვენ? მარტყოფს ვეძახით კი, მარტყოფს ვეძახით. თქვენ მარტყოფიდან არის თქვენი წინაპრები და არა, მგონი იქიდან არ არის, ზუსტად ახლა არ ვიცი ჩვენ წინაპრები საიდან არის, მაგრამ ისტორიაში ყოლას შემიძლია. კახეთიდან არიან ის ჩვენ წინაპრები, მაგრამ ახლა ისტორია მე წაიკითხე ქართული ისტორიულ ციკლში, რომ ის როგორ დაასწა ის საქართველოს მარტყოფი და მე მგონი ის ქართველები რაკიდან ჩასულან იქ ირანში და საქართველოსთან შორს ყოფილან ის ქალაქსათი დაურქომყე მარტყოფი, ანუ მარტომყოფი, ჩვენ მარტო ვართ საქართველოსთან ახლა აქიდან და მე მგონი იმიტომ დაურქომყე მარტყოფი. გასაგები. და ერეკლი რა მაინტერესებს, აი თქვენ ახლა იქ როდესაც ცხოვრობთ იქ ირანში თვითონ აი ხელისუფლებისგან, აი საქართველოს ხელისუფლებისგან იქ რამდენჯერმე იყო ჩამოსული სააკაშვილი იყო, მანამდე კიდე იყვნენ სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლები. ძნობთ რამე ყურადღებას არის თუ ისეთი ყურადღება არ არის როგორიც საჭიროა, აი რაღაც გააქვთ დამოკიდებულება უწყებებიდან ჩამოდიან ისე თუ არის? ხო, ყურადღება ხო არის, რომ ჩამოდის ვინც ახლა რომელი გაცნობილი ადამიანი. და აი რას ისურვებდი მაგალითად, რომ აი საქართველოსთან აი რა შეიძლება გაკეთდეს თქვენთვის აქიდან? აი შეიძლება რომ სკოლა გაიხსნას, ბაღი, რაღაცა დახმარები ჩვენი თუ აი წიგნები, აი რა ყველაზე უფრო მეტად თქვენ რა გჭირდებათ იქ რომ ის თქვენი ქართველობა რომელიც საუკუნეებია მოიტანეთ კიდევ შენარჩუნებული იქნას. ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? ხო, ყველაზე უმეტესად ჩვენ გჭირდება ის სკოლას გასხმა. ჩვენთან არის შენარჩუნული ქართული ენა. მაგრამ ახლა ჩვენ ახალგაზრდები ვცდილობთ რომ აუცილებლად დავაბრუნდეს ტრადიციები რომ ფერედანში აღარ არის, მაგალითად ცეკვა, მღერია. და ის ტრადიციები რო არის საქართველოს ფერედანში აღარ არის და ის ვერ შეინარჩუნეს. ანუ სკოლის გასხმა, როგორც ის ტრადიციები ქართული ცეკვა. ან მასწავლებელი მაინც რო ანუ გაუშვან აქ განათლების ამ სკოლის გახსნათ შეიძლება თქვათ რაღაცა იქ ადგილობრივმა ხელისუფლება პრობლემებში, მაგრამ მასწავლებლებიც რო ჩავიდნენ ქართულის მასწავლებლები ან იგივე სიმღერის ცეკვის ხო, ისიც შეიძლება კაი იქნება თუ ჩამოვიდნენ და ალბათ თუ ირანის სახელმწიფო ხელი არ შეუშალოს იქნება ხლა. პრობლემები იყოს და მაგრამ შეიძლება ისი გეგმები იყოს რა აუცილებლად დაგეგმონ ირანის საელჩოსთან საქართველოში და ხლა ირანის. ეხლა სავიზო რეჟიმი აღარ არის უკვე ირანს და ბევრი ჩამოდის, აი ტურისტული ვიზიტებით არიან, რომ ჩამოდიან ფერეიდნელი ქართველი. კი როგორ არა, ფერედანში ახლა ზაფხულში არის, ირანში ზაფხულში არის 3 თვე უქმო დღე და ირანში ამნაირად არის და ფერედნელი ქართველები ახლა 3 თვეში იგრე რომ მე ვგრძნობ დაახლოებით 50% ფერედანიდან ჩამოვიდეს აქა. მაგათაც ჩემ თვითონ ზაფხულში ვიყავი აქა და ძალიან დიდი ხალხმა ჩამოვიდა საქართველოს ახლოდან ახლა თვითონ კერძო მანქანით ავტობუსით თვითფრინავით ჩამოვიდეს და როგორც ყველასაც ახლა უნდა ისევ ჩამოსლა. გასაგებია და აი ბიზნესის კუთხით არის რამე ისეთი აი თქვათ რომ იქ ჩვენი ფერენელი ქართველები რაღაცა იქიდან გააკეთონ ბიზნესი რაღაცა რომ ბევრი ირანელი ბიზნესმენი უკვე რაღაც ბიზნესს აწარმოებს საქართველოში რაღაც და არის ესეთი ვარიანტები რომ თქვენებმაც რომ რაღაცა აი მაგ კუთხით ბიზნესი გააკეთონ აქ ხო რაღაცები ახლა გეგმებენ ფერენელი ქართველები რომ ბიზნესი დაიწყონ ახლა რა ბიზნესიც იყოს არ უშავს, მაგრამ აქიდან ახლა რაღაცები ჩაიტანონ და იქიდან ჩამოიტან ირანიდან და არა ხო რაცაც იქნების ახლა იწყობენ აბა რა იქნების მერე მომავალში. გასაგებია. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ისა ერეკლე 3 წუთი გადაგვრჩა 1 წუთში რო ჩაეტიო. აი საბოლოოდ ესე იგი შენ გადაწყვეტილი გაქვს რომ აი აქ დამკვიდრდე და რა მაინტერესებს ოჯახი ანუ შენი ახლა პრობლემა ხო არ არის მე აი დედმამა ყავს იქით ირაში ისინიც აპირებენ ჩამოსვლას თუ როგორ იქნება ხო ისინი აპირებენ რა თქმა უნდა და ხო და მე ყველაფერი ირანში დავტოვე სახლი ისე უძრავი ქონება სახლი უფრო ძვირიღის ხო ისე ხო უფრო ძვირიღის იქა იზვიათ 3 წუთი დაგვრჩა და აი ხვალად დასკვნითი საღამო და გითხრა იქნება აი რა სიხილავს საზოგადოება და მაყურებელსაც უთხრათ იმიტომ და აი საბოლოოდ თქვენი რაღაცა თქვენი პოზიციაც აი ამ ჩვენ პროექტთან დაკავშირებით რომელიც თქვენ დიდი მადლობა მინდა გითხრათ სხვათაშორის რომ აი ეს აპროექტი ხაიხარი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენს მაყურებელს ვეპატიჟები ხვალ შაბათს 17 საათზე ანუ 5 საათზე ვარდების ბაღში ეს არის ყოფილი გორკის კლუბი დავით აღმაშენებლის 73 აი დარბაზში
იქნება დასკვეთი ღონისძიება აი ამ პროექტის და ფერეიდნელი ქართველები შეასრულებენ აი ამ პროექტში შესწავლით. ხელისუფლებიდან თუ იქნება ბატონი გიორგი აბაშიშვილი უნდა მობრძანდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და ჩვენ ფერეიდნელ ქართველებს ძალიან კაი საღამო იქნება მოკლედ გადავცემთ სერტიფიკატებს და ეს დასკვეთი ღონისძიება იქნება და გამოვლენ სიტყვით ფერეიდნელი ქართველები და აი ჩვენი მე მგონი ყველას ვალია რომ მივიდეთ ამ საღამოზე მობრძანდეთ და დავაფასოთ ისეთი ცხოვრება ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება და ისეთ დროს, როდესაც ესეთი საღამოები ნამდვილად არ არის ხშირი და ბევრი. დიდი მადლობა და მე შეგახსენებთ რომ ეთერში იყო გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც უძღვებოდი მე ნიკოლოზ ჟავანაძე და დღეს სტუმრად ყავდა ჩვენ საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებას და მეერთეს ხელმძღვანელი ბატონი ზვია ტომარაძე და ჩვენი ფერეიდანელი ქართველი, ჩვენი კარგი ქართველი სისხლი და ხორცი ბატონი ერეკლე ონიკაშვილი, მე მინდა მოგეფერო თქვენ ყველა ქართველებს და ხვალაც აუცილებლად მოვალ და მეც ვიქნები იმ დასკვნით საღამოზე და დიდი მადლობა მინდა უთხრა ზვიადის რომ აი ესეთი კარგი პროექტი განახორციელა და იცით რა არის ყველაზე სამწუხარო იცი რა არის ზვიადი კი არ უნდა აკეთებდეს მარტო ამ პროექტს ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივ დონეზე 12 კაცი კი არა ჩვენ უფრო მეტი მასშტაბებით უნდა ჩამოყავდეს და სახელმწიფო უნდა აკეთებდეს ამ ხალხის საქართველოში დაბრუნებას ის რომ ესეთი ლიტონის სიტყვები რომ დაბრუნდნენ თუ ჩვენ ხელი არ შეუწყეთ ამ ადამიანებს თან ეს ადამიანები იმსახურებენ ამას ეს პროცესი ვერ წავაწინ ამიტომ მე იმეც გამოთქვამ რომ საქართველოს ხელისუფლება ვიღაცა რიგითი ჩინოვნიკი რომელმაც ახლა ჩვენც გაგვაღიზიანა იმას კი არ იტყვის რომ ერთი ვანახებ როგორი ქართველები არის არამედ პირიქით ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ როგორც ფერეიდანელი ქართველები ისევე სხვა ქართველები რომლებიც უცხოეთში არიან დაბრუნდებიან ვინაიდან ჩვენ დღეს ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ამ მიმართულებით როგორც არის საქართველოში ის პრობლემა დემოგრაფიული მდგომარეობა რომელიც არის კარგად ბრძანდებოდით